τώρα უნდა წარმოგიდგენთ ადამიანი, რომლის პროექტების პოპულარობა იზრდება და იზრდება რეკორდულად. მე არ ვიცი რა უნდა გააკეთოს გია ბაღაშვილმა, რომ მას მაყურებლის სიყვარული, ნდობა, სითბო და ეს ყველაფერი არ მოხვდეს. ამ ყველაფრის შემდეგ უკვე წლების შემდეგ დაემატა ჩვენთვის ტელეკომპანია იმისთვის ძალიან საყვარელი და საამაყო პროექტი ვინ არის, სადაც სწორედ წლევანდელი სეზონის გამარჯვებული გახდა. არც 10, არც 10 და გაიმარჯვა. ერთი გამარჯვებიდან მეორე გამარჯვებისკენაც წავიდა ნაბიჯი, იმიტომ რომ მან მოიპოვა YouTube არხის ვერცხლის ღილაკი. ჩვენმა მაყურებელმა კარგად იცის ამ ღილაკის მნიშვნელობა, იმიტომ რომ ტელეკომპანია იმედი ოქროს ღილაკის მფლობელია, რაც შეეხება ვერცხლის ღილაკს 100,000 გამომწერის შემდეგ უკვე ვერცხლის ღილაკს იღებს ადამიანი და ეს ადამიანი საქართველოს რეალობაში გახდა სწორედ ბატონი გია ბაღაშვილი, რომელმაც საკუთარ სოციალურ გვერდზეც კი გამოაქვეყნა ეს ფოტო და დაადასტურა ღილაკის ჩამოსვლის ამბავი. მოკლედ მაყურებლისთვის საყვარელი, მუდამ რეიტინგული და საინტერესო გია ბაღაშვილი არის ჩვენი სტუმარი. მოგესალმებით. და ძალიან კარგი ადამიანი. კიდევ ერთი წარმატება. გილოცავთ ნამდვილად, ეს არ არის პატარა და ხუმრობა ამბავი, ქართულად შემოვენ, მაი არა პატა საქმე. ხო, არა, მაი პატა საქმე. ხო. აი ოფიციალური დასტურის გამოჩნდა ხა ჩვენთან სტუდიაში ამ ვერცხლის ღილაკის YouTube-ის ოფიციალური წერილი. მოდით ამით დავიწყოთ საუბარი. რას ნიშნავს თქვენთვის აი თუნდაც პროფესიული საქმისთვის ან სხვა გეგმების და წინსვლისთვის ამ ღილაკის არსებობა და მოგახსენებთ ერთი დიდი მადლობა იმისთვის რომ მომიწვიოთ, იცით რომ ყოველ ძერზე განსაკუთრებით მიხარია თქვენთან მოხდა. ჩვენ ძალიან გვიხარია. რაც შეეხება ვერცხლის ღილაკს, მანამდე ვიტყვი რომ ჩვენ ყველანი ერთად ვართ ოქროს ღილაკის მფლობელები, იმიტომ რომ ტელეკომპანია იმედს აქვს ოქროს ღილაკს. ეს არის საერთო შრომის შედეგი. გარდა ამისა ჩვენ ყველანი ვცდილობთ ინდივიდუალურად რაღაც ჩვენი საქმე ვაკეთოთ და რა თქმა უნდა ძალიან სასიხარულოა რომ აი ინდივიდუალურ მცდელობებს ასეთი შემხედრი ინტერესი მოყვა ამ შემთხვევაში უკვე YouTube-ზე წლების განმავლობაში და უკვე 100,000-ზე მეტია ახლა. მაგრამ სანამ კი, რომ დავასწრო თუ შეწება, ეს არ არის თქვენი გადაცემის გვერდი, ეს არ არის იუმორინას გვერდი, ეს არის პერსონალური და რა კონტენტი თავსდება? აქ თავსდება ყველაფერი, რაც სადაც მე ვარ ჩართული, რაც თქვენ ჩამოთვალეთ ისიც, ნუ ძალიან აქტიურად არის თქო და ჩვენი შოუ და პლუს სხვა საქმიანობები, ჩემი ლექციები უცხოეთში, ხა იმ ლექციებს რატომ მოგახსენებ და ფოლკლორის მიმართულება რატომ არის ჩემთვის განსაკუთრებული. ეს ძალიან მნიშვნელოვანი ამბავია. იმიტომ რომ თავისთავად ხა ვერცხლის ღილაკში განსაკუთრებული სიახლე არა, იმიტომ რომ ბევრს აქვს და ძალიან ასე ვთქვათ სასიხარულოა რომ თავისთავად ყველას აქვს ეს საშუალება რომ თავისი აი თქო აუდიტორია შექმნას და ამაზე უფრო ხელმისაწვდომი და პირდაპირ მნიშვნელობით დემოკრატიული ასპარეზი სხვა არ არსებობს, იმიტომ რომ არავინ ხარ შენ და მაყურებლის გარდა. მაგრამ აი თქვენ სამართლიანად ახსენეთ ძირფასო მარიკა, რომ არის კიდევ მიზნები, გეგმები და მე სწორედ აი ყველაზე მეტად ის მიხარია, რომ აი რა მიზანის გვაქვს და ესეც უკავშირდება არა მხოლოდ ჩემს საქმიანობას, არამედ ტელეკომპანია იმეც ერთობლივი პროექტია, რისთვისაც მინდოდა სწორედ რომ დახვედრო და ეს არხი სადაც განთავსებოდა უკვე ვერცხლის ღილაკით, რომელიც თავისთავად სტატუსია, ცნობადობა. კერძოდ რა სულ მალე, ანუ ოქტომბრის თვეში ტელეკომპანია იმედთან ერთად ვიწყებთ პროექტს YouTube გადაცემას, რომელიც მხოლოდ YouTube-ზე გავა, ინგლისურ ენოვანს, რომელიც იქნება ქართულ ხალხურ მუსიკაზე. ანუ მიზანი ეს არის ძალიან მაგარი ამბავი. ძალიან სასიხარულო და ვინ თუ არა გია გააკეთებს ამას ძალიან მაგრად. ის რასაც მე თქვენ ხშირად ვაძლევთ ხოლმე საშუალებას რომ ჩემს საზოგადოებრივ ლექციებზე ვისაუბრო ხოლმე საჯარო ლექციებზე ქართულ მრავალხმიანობაზე და იქ რაც უფრო სპეციფიკურად, უფრო ასე ვთქვათ რთული ტექსტით არის, აქ გაცილებით უფრო დემოკრატიულად და ფართო საზოგადოებისთვის გასაგებად შევეცდები რომ მივაწოდო და მიზანი არის ერთი. აი ჩვენი მართლაც საოცარი მემკვიდრეობის, ზოგადად საკაცობრიო მნიშვნელობის მქონე კულტურული მონაგარი, რასაც ქართული მრავალხმიანობა ქვია. აი დღეს lingua franca მოგესალმებით ინგლისური ენაა და აქედან გამომდინარე სწორედ ინგლისურ ენაზე უკვე მთელ სოფლიოს კიდევ ერთხელ რომ გავაცნოთ, ვინც იცის კიდევ ერთხელ შევაყვაროთ და წარმოუდგინოთ ის საოცარი მრავალფეროვნება, რაც ჩვენს წინაპარს აქვს შექმნილი ქართული მრავალხმიანობის სახით. და YouTube-ისა თქვენი არხის მაყურებლების არეალსაც გაზრდის ენობრივი კუთხით. და ძალიან კარგია რომ ეს განთავსდება როგორც ტელეიმედის ოქროს ღილაკია, ანუ 1,100,000-ზე მეტი აუდიტორია რომ ყავს აი ამ არხზე და პლუს ამას დაემატება ჩემი აუდიტორია, რომელიც ისედაც მზად არის იმისთვის რომ ეს ფოლკლორული ელექტრონული კონტენტი მიიღოს და აი ეს მიზანია სიმართლე და რისთვის ყველაზე მეტად გამიხარდა. იმიტომ რომ უკვე ათავსებთ მსგავს კონტენტს როგორც მივხვდი, ხო? აი მაინტერესებს აი რომ შევკრიბოთ ძალიან მრავალფეროვანია თქვენი არხი YouTube არხს გულისხმობ და აი რომ შევაჯამოთ ყველაზე მეტი ინტერესი.
აი საზოგადოების მხრიდან რა მიმართულებით არის? სხვადასხვა ხო, აი საერთოდ აუდიტორია რა აუდიტორია არის გამომწერი? შევისწავლე და აუდიტორია არის ძალიან მრავალფეროვანი. როგორც გეოგრაფიული, ისე ასაკობრივი ჯგუფების მიხედვით. ძალიან მრავალფეროვანია. 14 წლიდან, აი რა გითხრა 80 წელს გააცერება, აი ეს შეეხება ასაკობრივს და გეოგრაფია არის ძალიან ფართო. თუ არ ვსწრები 45 ქვეყნის ქვეყნიდან აი ჩართული 2 მილიონი და ზოგს 20 მილიონი ნახვა, კაცო, თუ რაღაცა ვიდეოებს. ხო, და დივერსიფიცირებულია თვითონ ეს კონტენტი ხო, დივერსიფიცირებული. ანუ ყველას აქვს იმის საშუალება, რომ ვისაც აინტერესებს, თქვა, იუმორისტული თქვა კონტენტი მას გაესწროს, ვისაც აინტერესებს, თქვა, ხალხური მიმართულება, რომელიც კიდევ უფრო მეტად გაიზრდება მისთვის იქნება, ვისაც ჩვენი შოუ აინტერესებს, მაგრამ ცალკე რო არეძებოს, აი იცის რომ გია ბაღაშვილთან არის დაკავშირებული, იქ ნახავს და ემიგრანტების ხაზი ძალიან მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ მათი მოთხოვნა, რომ აი ეს ჩვენი შოუ და ეს ქართული კონტენტი იყოს ხელმისაწვდომი, ამაში YouTube-ი. აი მარიკა, მადლობა რომ გიხსენეთ, იმიტომ რომ სიმართლე გითხრა, პირველად მე გამიჩნდა ეს სწორედ აი 2 წლის წინათ კოლუმბიის უნივერსიტეტში როცა მქონდა საჯარო ლექსია, აი იქ ჩვენს თანამემამულეებთან შეხვედრის შემდგომ, იმიტომ რომ როცა საჯარო ლექსია ყველგან, აი სტენფორდშიც, განსაკუთრებით ჰარვარდში, ბევრი იყო იქაური მოსწავლეები, ზოგი დოქტორანტი, რომელთაც მოყავდათ ხოლმე თავიანთი ან პედაგოგები, ან ასე ვთქვათ, ჯგუფელები და სულ მე ყველაზე დიდი შეფასება ჩემთვის არის ხოლმე, როდესაც ჩვენს თანამემამულეებს იმის განცდა აქვს, რომ ახ რატომ მეც არ უთხარი და ანუ სურვილი იმისა, რომ არ შეიძლება რომ ეს ინტერნეტითაც განთავსდეს და ეს როგორც მომწიფდა, მაგრამ კარგია რომ დავახვედრეთ უკვე ის მზაობა, რომ როდესაც შემოვლენ ასე ვთქვათ არხზე, ეხლა იმედის არხზე თავისთავად ძალიან სოლიდურია აუდიტორია და ის რომ ვთქვათ პირად ასე ვთქვათ არხზეც ეს ვერცხლზღილა გიდახვდება, ესეც მნიშვნელოვანია იმისთვის. კიდევ და კიდევ წარადგება ეს ქართულ ხალხურ სიმღერას. კი, ამ არხს პირადად ამუშავებთ თუ არის გუნდი, ვინც ტექნიკურად მუშაობს, აკვირდება რეიტინგებს, ტვირთავს, ჭრის ვიდეოებს, აი ეს სამუშაო პროცესი როგორია? რომ ვიღაცას გონია ყოველთვის რომ უბრალოდ აიღებ, ამას დადებ და მორჩა და ეგრე არ არის, ანუ შრომა რო არის შესაძლებელი. რეალურად შენი პატარა ტელევიზია გაქვს, ესე გამოდის და რა თქმა უნდა ამას ფიქრიც უნდა, მუშაობაც უნდა და აბსოლუტურად სხვა სპეციფიკაა, მაგრამ ძალიან საინტერესო. და ამ შემთხვევაში მე ვფიქრობ, რომ ჩვენ სწორნაბიჯს ვგავთ დელეგობანი იმეთან ერთად, რომ სწორედ აი ინგლისურენოვანი მიმართულებით მივდივართ და აი იმ აუდიტორიაზე ვმუშაობთ, რომელსაც აქამდე შეიძლება საერთოდ არ ქონდეს გაგონილი ქართული ხალხური სიმღერის შესახებ. ან ვინც იცის, მას დიდი ალბათობით ინფორმაცია აქვს, როგორც იცით, აი საკუთრივ სიმღერებიდან, მაგრამ რა წარმომავლობის არის, ვინ არის ხალხი, ვინც ეს შექმნა, რა არის მისი ასე ვთქვათ ხალხური ღირსებები და ერთგვარი თეორიული წიაღწევები, რომელიც ბევრს აინტერესებს. აი საოცარი ერთი რამ მინდა რომ როგორ მიხარია არიცი. ის რომ მართლა ფანტასტიკურ საქმეს აკეთებს, ნუ სხატყობს, გამომწერთა რაოდენობას, ყველა ის სიახლე, რომელსაც გვიზიარებთ პერიოდულად, მაგრამ თვითონ YouTube მიმართულება დღითი დღე ხდება უფრო და უფრო პოპულარული, არა მხოლოდ ჩვენ ქვეყანაში, მთელ მსოფლიოში და კიდევ უფრო მეტი ახალგაზრდა ცდილობს, რომ აი ამ მიმართულებით დაიმკვიდროს რაღაცნაირად თავის სახელი. ქართულ ახალგაზრდებს თუ შეგიძლიათ რომ მისცეთ აი კონტენტი იქნება ეს თუ რაღაცა სხვა ტექნიკური რჩევა, რა უნდა გააკეთონ იმისთვის, რომ აი თუნდაც მოიპოვონ ოქროს ღილაკი, რაღა თუნდაც, მაგრამ როდესღაც. ოქროს ღილაკამდე მე ჯერ ძალიან შევსვა, მაგრამ ეს ღილაკს არ შეიძლება. ის არის ჩვენ ყავს მართლა ფანტასტიკური ახალგაზრდები და ამას იმის გამო არ ვამბობ, რომ აი ასეთი ფორმით თქმა სიმპათიურად ჟღერს არა გულწრფელად და მათ შორის YouTube მიმართულებით შესანიშნავად აუღეს ალღო და ყველას თავისი ნიშა, ყველას თავისი მიმართულება აქვს და წინვალე ძნობენ იმას, რასაც ქვია აი დროის მოთხოვნა და თავისთავად ეს ხო ცივილიზაციური სიახლეა, იმიტომ რომ ხა ჩვენს თქო სიღრმეში თუ პატარაობაში იყო თქო აი ოქროს დისკები, თქო ფირფიტები, მე პლატინის დისკები გაგებული ქონდა და ეხლა ჩაანაცვლეს ყველაფერი, ხო, ციფრუსამყაროს მაგრამ საბედნიეროდ ვინაიდან ინფორმაციის მიღების, გათავისების, დამუშავების და მათ შორის აი შემოქმედებით და მიდგომის თვალსაზრისით არის ძალიან ფართო ასპარეზი, ჩვენ როგორც გამორჩეულად აი შემოქმედებითი თვალსაზრისით და ინდივიდუალიზმით გამორჩეული ხალხი, აი ამასაც ქართულ YouTuber-ებმა, რასაც მე უყურებ, შესანიშნავად აუღეს ალღო და თან YouTube ისეთი მრავალფეროვანი სფერო, აი რა გითხრათ, ყველაზე უფრო თავზე ხელაღებული, ყველაზე უფრო ერთი შეხედვით არასერიოზული, თქვათ, ქმედებებიდან თუ კონტენტიდან თუ იმას თანამიმდევრულად აკეთებს ადამიანი, იქაც შეიძლება რომ ფართო აუდიტორიას მიაღწიოს და საოცრად სპეციფიკური, აი მხოლოდ რა გითხრათ, აი ფუნდამენტური სამეცნიერო მიმართულებით კვლევებზე, როდესაც მუშაობს და ამას ამზეურებს ადამიანი, იმასაც შეიძლება ყავდეს ფართო. კი, მე შემოხვედრე ესეთი ადამიანის, რომელიც ამას მე ტელევიზორს საერთოდ არ უყურებ, YouTube-ს უყურებ, ანუ ასე აქვს და ესე იგი იცი რა არ
უნდა მოასვენო, აქეთაც უნდა შეხვიდე, იქითაც უნდა შეხვიდე და ყველგან უნდა დაახვედრო ის კონტენტი, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია და საერო საქმეს აკეთებს, ეს ძალიან მახარებს, ეს მინდა ვთქვა, მაგრამ კიდევ შეკითხვას დაკისვა. აი რაც გაიმარჯვე ამ ვინ არის რო არ გამოდო. მოემატა ხო ხალხი, აი გაუცელებად უნდა მოემატა ნამდვილად. იმიტომ რომ მოულოდნელობა იყო არა მარტო თქვა ტელეკომპანია იმედის პრობლემების მხრიდან და ჩვენ აქ ორი გამარჯვებული ოჯახი ვართ ფაქტობრივად ხო ფანტასტიკური იყო აჭიკოს დამუშავარი ფანტასტიკური დიდი მადლობა ანტერამ ხოცალკე გადაგვიდა ხო აქეთ თქვენ და ერთი ეს ყველაფერი იმაზე აგებული რომ უნდა იყოს მოულოდნელობა და მეორე რა ჩვენს პროფესიაში არის ყველაზე ვინც სცენაზე დგას ან ვიკენდს ეკრანზეა ყველაზე უფრო მაღალი შეფასება იდეაში ის არის როდესაც შეიძლება რომ შენ განაცვიფრო აი გააკვირო რაღაცით მაყურებელი და კიდევ უფრო რთულია ხოლმე რომ შენივე კოლეგა და ამ შემთხვევაში მე სულ კოლეგების ვსკოთ გარემოცვაში ვიყავ ეს არ ეხებოდა მარტო ანრის თუ სხვებს ჩემს მეგობრებს რომლებიც ისრაელის ჯურნალისტი და თელ საქართველოს ყველას ეხებოდა და კოლეგებსაც შეეხება კაც წარმოიდგინე აი იგივე ხალხი იღებდა ვინ არის ანუ ტელეოპერატორები იგივე ხნის რეჟისორები იყვნენ ვინ ჩვენ შოუდა ვინ ზეპირატიზის ყველა ჩვენი მიმოხვრა და სხვა დანარჩენი ეს რა შეცვალეთ საკუთარ თავში რითიც მოგვატყუეთ ყველა ისინი არის აი მე ვიტყვი მაყურებლის დასკვნას რა თქვენგან ხომ არც ყველაფერს ველოდებით ბევრი მიმართულებით არ ვიცი სიმღერა იქნება იუმორი იქნება ნებისმიერ ასეთ ცეკვა თუ შეგეძლოთ ბატონოგია მე ნამდვილად ვერ წარმოვიდგენდი და შეკითხვებს რო სვავდა ვინ არისო თავის გადაც ნეტა ვინ არის გეგონება არ იცოდა არა სხვათა შორის ეს რამდენიმე მიმართულებას ვიტყვი და მე მაგ ვინაიზეს გეტყვი ტელეიმედმა თქვა რომ ხელმძღვანელობა ესეთი კითხვა ჰქონდა რომ ჩვენ შოუში რომ ისე გააგრძელო მოწვევა ეს ხო რაღაცა კითხვის ნიშანს არ წამოშორ მე ვთქვი პირიქით კაცო 3 წლის მანძილზე თუ ესე ვაგრძელებთ ხა შეწყვიდე უფრო უცნაურია ესაბავი და მე ვფიქრობ რამდენიმე რამე ერთი იმიტომ რომ მართლა ჩემი მოძრაობა თუ ცეკვა რომელიც აქამდე არ დამჯერდა ძირითადად როგორ მისვამენ ხო ანუ პლასტიკის ფლოსებს და ანუ სივარ ან გიტარა მიჭირავს ხოლმე ან ფორტეპიანო ან ხელს გავიშველ და ვიღაცას მოვიხმობ და ამ საუბრობ ხო ძირითადად ესე და მეორე რა თქმა უნდა ეს იყო ის რომ ჩემგან რასაც ვთქვათ სიმღერას რაც შეეხება როგორც ესე ქართული რეპერტუარი მოსმელი ახალგური სიმღერა ან ვთქვათ რასაც უფრო ბუნებრივად აღიქმება რომ გია ასე ანუ ინგლისური სიმღერა არ ქონდა არც ერთ მოსმენილი ეს მეორე და მესამე ალბათ ის რომ აი თავისთავად რატომ ვერ დაუშვეს ის რომ მე მაინც აი ამ მიმართულებას ვერსიებშიც არ ახსენებდი და იყო მოულოდნელი რეალურად ყველას ვერსია დასახელდა და ანდრი რომელსაც არ ვიცი რაღაცა საოცარი უნარი აქვს რომ ამოიცნოს აი ანდრის კი ვერ გამოვიდა ამ კვალზე ერთადერთი ვინც ვერ დასახელდი მე ვიყავი ვერ დასახელდა ასევე ქალბატონი თამრი გოგოწითელი ფანტასტიკური მომღერალი მაგრამ ეგ კიდევ უარესი როგორ მოვიდათ ეგ ვერ გავიგე ხო იმიტომ საოცარ შენიღმა თვითონ მაგრამ თამრი გოგოწითელი ორი ტური იყო და მე 8 ტურის ვიყავი და 800 მერა მქონდა და უფრო რთული იყო ამ ხრივ და უხერთ სახალისომოს მოიყვებით თუ გნებავთ ეს მოგეხსენებათ მანამდე ჩაწერა ორ ნაწილად არის ერთი აუდიო ჩაწერები მანამდე ხორციელდება და მე უკვე ეს არის სათამაშო ეს თქო პრინციპია თავად აი ამ შოუში ჩაწერის დრო არის მანამდე წერდა შესული ვარ კაბინაში და თქვენ ძალიან კარგად იცით აქ როგორი კონსპირაციაა და მართლა მე რასაც ვერ წარმოვიდგენდი ის რომ მართლა წარმოდგენა არა გაქვს შენ მონაწილე სხვა ვინ არის და მე პირად ვერცერთი ვერ მივხვდი გულწრფელად გითხრათ მაგრამ აი ჩაწერის პერიოდში გასაიდუმლოებული ეს თავზე ჩამოფარებული იგი მარდაგია იმან არ დაგინოხოს კენგურუ გამოვიდა ფარაონი გადამალეთ დაახლოებით ეს განწყობა როგორც არის და შევედით ეს იგი ორი მუსიკალური პროდიუსერია ხმის რეჟისორი და ჩემი პირადი პროდიუსერი ჩემი ნინოცა ყუბარეშვილი 4 ხნის ხედან და ესე იგი ყოველ ჯერზე ვითომ არ ვიცი ეგ და ვითომ $50000-ზე არ მაქვს აუთქველობაზე ხელი მოწერილი ისე როგორც ყველაზე. ისე მაინც ყოველ ჯერზე ხო იცი არავის და წაიხა წამოხდა და აღარ მოჩა ეს ამბავი და ეს შეგიძლია რაღაცა რომ ცოტა გაიხალისო თავი და ამ სერიოზულ და ცოტა დაძაბულ გარემოს რომ რაღაცა შესაბამისი მუხტი მის რაღაცა სიმსუბუქის. წე რაღაც სიმღერა და შეტანილი მაქვს ტელეფონი შიგნით ამ აუდიო სტუდიაში. დარეკა ტელეფონი ჩემი გოგონა, ჩემი მეორე გოგონა ლიზა მირეკავს და ერთი წუთის მეთქი გავაჩერდა. ხო ლიზა? ხო მამა? კი, ერთ საათში გამოგვივდი. კაი მამა. და გავთიშე ტელეფონი, მაგრამ ისინი ხო ვერ ხედავენ რომ გავთიშე. და ვითომ ვაგზელებ რა? ეს 4 ხო მამა არ მცალია მამა არა
არ მსალია მამა, აი ვინ არის რო არის, ხო იცი პროექტი, აი მონაწილეობს სტუდიაში ვარ, წერ, მოვხები და გამოვა. ამოვიხედე და ეს 4 წელი თვალი. ვის უთხარი? სად გაეცინკო? ეგეთი ამოიღო, მაგრამ მინდა გითხრათ, აი ყველაზე სასიამოვნო ჩემთვის იყო, რომ აი როდესაც მოიხსნა ეს ყველაფერი და როცა საერთოდ შემოყრია ვერავინ და ვერ მივხვდა ოჯახშიც. არა, პირველი ვინ აი, შვილებიც ვერ მივხვდნენ, მამაც ვერ მივხვდნენ, ვერავინ ვერ მივხვდა. აი ანასტასიასთან შვილებს ვერ მივხვდნენ. ვერავინ არც ჰქონდათ ვერსია. არა, ვერა, მაგრამ ყველაზე მაგარი იყო, რომ მოვტრიალდი და თქვენ ახლოდან მაინც არ გინახავთ აი ჟიურის თვალები, იმიტომ რომ რას ერთი ფუიეშ მაქვს არ ვთქომ, დანარჩენი ესე უკან ვიდით, იმიტომ რომ აბსოლუტური მოვდოდრები. არა, ძალიან მაგარი იყო, ძალიან. ყველაზე მეტად მიხარია, რომ ეს გრძელდება. ეს პროექტი და რაღაცა სხვათა შორის აქამდე არც ერთ პროექტში არ მიღია მონაწილეობა. მიუხედავად იმისა, რომ ჯერ კიდევ 2004 წელს რო იყო ჯეოსტარი, აი ჟიურის წევრობა იქიდან მოყოლებული შემომთავაზეს, მაგრამ რაღაცა მე ყოველთვის ჰქონდა ჩემი ასპარეზი და დიდად კონკურსებისკენ არ მივუტოდი. აი ეს არის იდენად გამორჩეული პროექტი და შენ რომ ამბობდი რომ გაიხსენე სტუმრები მოდიანო, აი სტუმრები ისეთ თვალანთებული საუბრობდნენ. ამ ვინ არის რომ ეს რაღაცა ჯადოსნური თავგადასავალიო, ამან მომანდობა და წარმატებას უსურვებ ახალი სეზონის ყველა მონაწილეს. წარმატებას გისურვებთ შენ და რა ვიცი, აბა შენიცი და შენმა საქმე რომელიც საქმეს აკეთებ და ძალიან მაგარია და ოქროს ღილაკამდეც შორი არ არის. კი ბატონო, დიდი მადლობა, წარმატებას გისურვებ.